დაკავებული 8 ლიდერი და ოპოზიციის სამომავლო სტრატეგია ლიდერთა ნაწილი გამოსავალს ისევ ქუჩის პროტესტების გაძლიერებაში ხედავს. კოალიცია ძლიერი საქართველო ხოლ აქცია მსვლელობას აანონსებს, თუმცა ბარიერ გადალახული პარტიები ერთიან სამოქმედო გეგმაზე ამ დრომდე ვერთან ხვდებიან. კვლავ გაურკვევლობა ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე. გახარიას პარტიის შემდეგ საარჩევნო მარათონში ჩართვას აანონსებს კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ოპოზიციას დიდ ქალაქებში გამარჯვების შანსი აქვს. ცალსახა პოზიცია ჯერჯერობით არ აქვს პარტია ლელოს, სადაც საკითხზე ახლა შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს. უცვლელია ნაციონალური მოძრაობისა და პარტია ახლების პოზიცია. ისინი ქართული ოცნების მმართველობის პირობებში არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავენ. თავს არ უხვრით, ვიბრძვით და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია. გვინდა რომ დიდი ოპოზიციური ერთობა იყოს, გვინდა რომ არგუმენტები გავცვალოთ ჩვენს დანარჩენ ოპოზიციურ კოლეგებთან და ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე შევთანხმდეთ. ჩვენ მიგვაჩნია რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით სწორად ნაბიჯების გადადგმით ძალიან შეგვიძლია დავაზიანოთ და დავასუსტოთ ეს რუსული გარუსებული მოღალატეთა რეჟიმი. და გვაქვს გარკვეული ასთაგაცვლა გამოცვლა, ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები და ამაზე ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ. ჩვენ ვემზადებით და ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და ამაზე არ იმოქმედებს არც მოწოდებები ქვეყნის შიგნიდან და არც ქვეყნის გარეთ არსებული ფაქტორები. აქედან გამომდინარე მივესალმებით სხვა პარტიებიდან თუ ისინიც მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, რადგან დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არსებული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია მშვიდობიანი ფორმით დისკომფორტი შეუქმნას ოცნებას და რეჟიმს, ეს არის არჩევნები. შემდგომ რაც ჩვენ თქვით რომ არჩევნები გავუქვთ ამ ქვეყანაში, ამ შემდგომ კიდევ უფრო დამძიმდა ყველა მიმართულებით პოლიტიკური სამოქალაქო კვლევების კუთხით მდგომარეობა, ამიტომაც აღარ არსებობს არჩევნები ამ ქვეყანაში და ეხლა გაუარესებულ მდგომარეობაში რა თქმა უნდა იმ ძალების მხრიდან რომელმაც თავის დროზე განაცხადეს რომ არჩევნებს აზრი აღარ აქვს და პარლამენტში არ შევიდნენ, რა თქმა უნდა ყველაზე ლოგიკური, სწორი და ნამდვილად სტრატეგიულად გამართული ნაბიჯი იქნება, როდესაც ერთად დავუჩებით წინდამდებობაში, მათ შორის ამგვარი არჩევნების რეგისტრაცია. ჯერ საერთოდ მივიდეთ იქამდე არჩევნები იქნება თუ არა და ვინმე დარჩება თუ არა ციხის გარეთ ამ არჩევნებამდე. ის ხალხი, რომელიც დღეს არჩევნების გასვლას ერთადერთ გზას ეძახის, ცოტა ხანში აგინებდა და ლანძღავდა საკუთარი ტელევიზიების მეშვეობით იმას, ვინც ამას პირველი ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მისაღებია და თბილისი მოსაგებია. ვისურვებდი, რომ ჩვენს კოლეგებს ჰქონდეთ იმდენი პასუხისმგებლობა საკუთარ მოქალაქეებთან, რომ ისინი თან ხსნიდნენ საკუთარ პოზიციის შეცვლის არგუმენტაციას და თან თუ რაღაცა თავის დროზე არასწორად ფიქრობდნენ და სხვა ცილს წამებდნენ, ამის გამო რომ იბოდიშებდნენ. ეხლა მოუწია რიგ პარტიებს შეყარება თავისი ამორჩევლისთვის, რომ აუცილებლად უნდა მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, რომ ფიზიკურად არ გაქრნენ პოლიტიკური ველიდან, რომ ბატონი გახარიას პარტია ამას უკვე ღიად საუბრობს, ბატონი ხაძარაძის პარტია ნელ-ნელა შეაპარა თავის ამორჩეველს, ეხლა დანარჩენი ორი რადიკალური პარტია იგივე პოზიციაზე რჩება და ამბობს, რომ მაინც არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს არის ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილი, ვინაიდან მათი გარე უფროსები ამ ოთხივე რადიკალურ პარტიას, ვისაც ჩვენ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ვეძახით, რასაც დაავალებენ, იმას შეასრულებენ. შეიძლება ეხლა მათი სტრატეგია არის შემდეგი, რომ ფსონს დებენ ეს გარე უფროსები უფრო ლელოზე და უფრო გახარიას პარტიაზე, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა როგორც ბრენდი იმდენად სამარცხვინოა, რომ რა თქმა უნდა მათზე ფსონის დადებას აღარ აპირებენ. სულ ერთია ეგენი მიიღებენ მონაწილეობას თუ არ მიიღებენ მონაწილეობას. ეგენი მავნებლები არიან პარლამენტის შიგნითაც, საკრებულოს შიგნითაც და გარეთაც. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ეგენი მიიღებენ მონაწილეობას თუ არ მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვაკეთებთ და ისიც ვიცით, რომ ამ არჩევნებში, როგორც დანარჩენ ყველა არჩევნებში, დამაჯერებლად გავამარჯვებთ. ნორმალური პრეტენზიის მქონე თავმოყარე პარტია ყველა არჩევნებში ცდილობს, რომ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მაგათგან განსხვავებით, იმიტომ კი არა, რომ მე შიგნიდან და გარედან გაყალბდა იყვიროს და გადატრიალებაზე ილაპარაკოს. არამედ იმიტომ, რომ ჯანსაღი ოპონირება გაუკეთოს მართლ პარტიებს.